არიან ნამდვილად ადამიანები, ვინც ნამდვილად სურველია იმისა, რომ რაც შეიძლება ესკალირებული იყოს იქ მდგომარეობა და დაძაბული და ჩვენ კიდევ გონია რომ პირიქით რაც შეიძლება მეტად უნდა მოინახოს მედიაციის რესურსი. ეხლა მე მაქვს იქით პრეტენზია და კითხვა. აი მისმა სამხრივმა კომისიამ ჭიათურაში რა შედეგი დადო, დაინტერესდა, ჩამოვიდა და დღეს არის ის მდგომარეობა, როცა ყველა შრომის ინსპექცია, სახალხო დამცველიც პროფკავშირებზე ხო აღარა მაქვს საუბარი, რომ ჩვეულებრივი ჯიბის პროფკავშირებია ეს ყვითელი და გაერთიანებული პროფკავშირები. ყველა ვისაც კი ხელეწიფება უფლების დაცვა ამ მშრომელ ადამიანებზე, მოქალაქეებზე ჭიათურაში და ასე შემდეგ, ყველა არის გაჩუმებული. ხოლო არსებული კომპანია და მასში ხელების მოფათურე გარკვეული წრეები მთავრობისა გამალებით ეზიდებიან. არ აქვს მნიშვნელობა, სადაც კი დაარტყავენ კომში, იქიდან მან განეცი უნდა ამოიღონ. აი, მოპოვება ხდება ვანდალურად, კაბალურად, როგორც მიწისქვეშა, ისე ზედაპირული და თითქმის შემწინააღმდეგებელი აღარ ყავთ არავინ და ცდილობენ რაც შეიძლება მალე და სწრაფად გაიტანონ აქედან ბევრი და ბევრი მანგანუმი. არაფრის ფასად.